ბატონებო და ბატონებო, დავით ნარმანია, ირმა ინაშვილი, გაზლილი ნიკო და ზურიკო, შალვარამიშვილი შოუში, შალვარამიშვილი შოუ. მოგესალმებით, ვირფასო ტელემაყურებლებო. გუშინ წინ ხელი მოეწარა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. გილოცავს ხალხო, გილოცავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა სიკეთეებთან ერთად ჩვენი სამამულო ტრადიციული პროდუქტი გავა ევროპაში, ევროპის ბაზარზე. ამ პროდუქციას სჭირდება სწორი რეკლამირება. მაგალითად, მე ასეთ რეკლამას გავუკეთებდი საცივს. საცივი, გემრიელი კერძი, რომელშიც შეგიძლიათ დაიძინოთ კიდეც. ან მაგალითად ჩურჩხელა. ეს ის არაა, რასაც თქვენ ფიქრობთ, იჭმევა. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ბევრი ადამიანის დამსახურებაა. მათ შორის გამოყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ მოქალაქეებს გვინდა რომ შევიკრიბოთ და ამ კაცს მადლობა გადაუხადოთ საჯაროდ, ჯგუფურად, კოლექტიურად. ოღონდ მიშა ჩამოდი. არა? კარგი. ასოცირებას რომ ხელი მოვაწერეთ, გაუხარდა ყველას. ამერიკელებს, ევროპელებს, ჩვენი მეზობლების დიდ ნაწილს, ხოლო ვისაც არ გაუხარდა, იმათ ჯერ ფეხბურთი ისალონ და მერე გველაპარაკონ რა. დაბრუნდეთ საქართველოში. საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნოდა გააუქმა მორატორიუმი უცხოელების მიერ ქართული მიწის შესყიდვაზე. ანუ აწი ყველა უცხოტობის წარმომადგენელს შეიძლება ჩვენი ძირძველი მიწის ყიდვა. ჩამოვლენ ახლა ეს ფერმერები, იყიდიან და დაამუშავებენ ყამირ მიწას, მოიყვანენ უფრო მოსავალს, გაიაფდება პროდუქტი, გაიხარიებს გლეხი ქალაქელი, ბიუჯეტი და რაღაცე ვიწუწუნებთ, რაღაცე, არ გვინდა ეს მორატორიუმის გაუქმება. საქართველოში დაიწყო ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტთა ჯგუფმა ეს გააპროტესტა და მოითხოვა ქართული გამოცდების ტესტების შევსებისას მკაფიოდ განგვისაზღვრეთ, რამდენი გრამატიკული შეცდომის დაშვების უფლება გვაქვსო. პროტესტანტებს ხელში აი ეს პლაკატი ეჭირათ, ეხლა გაჩვენებთ. სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, პრინციპში გაჩვენებთ ეხლა რაც თქვა სალომე ზურაბიშვილმა. გავსინჯე მარიხუანა ერთხელ ცხოვრებაში და ძალიან არ მომეწონა და გავსინჯე ერთხელ კოკაინი. ნუ აი კოკაინის შემთხვევა არ ვიცი, მაგრამ ქალბატონო სალომე, მარიხუანა რო გასინჯეთ, ის შემთხვევა კარგად გვახსოვს, აი? ხაიშის იყო, ხაიშის. ოკუპირებულ ცხინვალში უნდა გაიმართოს დემოკრატიული რეფერენდუმი. კითხვით, გსურთ თუ არა რუსეთთან შეერთება. ჩვენ ვნახეთ ბიულეტინი, რომელზეც პასუხის სამი ვარიანტია. დიახ, რა თქმა უნდა, კონეშნა. გიგი უგოლავა აღარ ითხოვს მერად აღდგენას. შესაბამისი სარჩელი მან სასამართლოდან 3 დღის წინ გაიტანა. აბა რა, ძმაო, წუთი-წუთზე ციხეზე უნდა შევიძეს და ბოზის სახელით ხო არ შევარ. მერობის კანდიდატი დათო ნარმანია ტელედებატების გამართვას ნეიტრალურ ადგილას ითხოვს. სვირფასო მერობის კანდიდატებო მელია და ნარმანია. ნახეთ რა არჩევანი გაქვთ. გრიგოლია, სანაია, აგუბარდია, სიჭინავა, გაბუნია, ბოლო-ბოლო ხოფერია, სულ თქვენი არ არის ყველა? რაღა ნეიტრალურ ადგილს ითხოვთ მეც? გაზის საბადო აღმოაჩინეს იორ მუღალოში. ათვისების შედეგად საქართველოში ძალიან გაიფაბდება გაზი. ბიუჯეტი შევა დიდი ფული. ყველანი გამდირდებით. თბილისის დინამო იყიდის ძალიან მაგარ ფეხბურთელს. გავა ჩემპიონატ თასის ფინალში. მთელი მატჩი ითამაშებს 0-0-ს. მერე ბოლო წუთზე მოწინააღმდეგეს კარში დანიშნავენ პენალტს. ჩვენები დაარტყავენ და ვერ გაიტანენ. არ გვინდა ასეთი გაზი, არა.
ფირფასო ტელემაყურებლებო, დადგა დრო ჩვენი გამოკითხვისა, უბრალოდ ჩვენი გაკვეთილებისა, რაღაც გარკვეულ მცირედ გაკვეთილებს ვატარებთ. დღეს ჩვენ შევისწავლეთ ორ რამეს. პირველი, ეს არის რომ კინგ-კონგი არ არსებობს, ეს არის უზარმაზარი გორილა, რომელიც არის კინოგმირი, არ არსებობს კინგ-კონგის სინამდვილეში და დათა თუთაშხიაც არის ლიტერატურული გმირი, დათა თუთაშხია არ არსებობს. არც კინგ-კონგი არსებობს და არც დათა თუთაშხია. ანუ ამ ორ რამეს კინგ-კონგს და დათა თუთაშხიას აერთიანებს ის, რომ ისინი არ არსებობენ. რატომ არის საჭირო ეს გაკვეთილი? ამას ნახავთ ჩვენი გამოკითხვიდან. ერთ-ერთ საშაურმეში აღმოაჩინეს კინგ-კონგის ხორცი. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა გამკაცრდეს სანიტარული? რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ აი რო არ არის, თქვათ, მომწამლავი კინგ-კონგის ხორცი? რა ვიცი, ჩვენი ტრადიციის მიხედვით მაგ ხორცს არც უჭამს და არც ჩემ წინაპარს უჭამნია და ამიტომ მიუღებელია ტრადიციულად. ანუ კინგ-კონგის ხორცი არა. მე პირადად მაგალითად არ შევჩამ და არ ვიყიდი და ეგ რო გავიგო და რაღაც და არ არის სასურველი ნამდვილად. მე არ ვიცი ახლა კინგ-კონგის ხორცი აქედან საიდან შემოდის საქართველოში და ვინ აგზავნის მაგას და რა შეიძლება და კინგ-კონგის ხორცი არა ის. აუცილებელია, კი არ უნდა გამკაცრდეს. ყველასთვის აუცილებელია. იცით რა, აი ამბობენ რომ კინგ-კონგის ხორცი არ არის, თქვათ, მომწამლავი. ეგ არ ვიცი ახლა. მე არ გამომიცდია, არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვი. რას ვჭამთ ჩვენ არ ვიცით, როგორ ზრდით ბავშვებს არ ვიცით. რასაკვებით ვიკვებებით არ ვიცით. იცით რა, იმასაც ამბობენ რომ არ არის მომწამლავი ეს ხორცი კინგ-კონგის. ყოველ შემთხვევაში საქართველოში კინგ-კონგის ხორცი ჩვენ არ ვართ მიჩვეულები რომ ვჭამოთ, ხო? შეიძლება რომელიღაცა ქვეყანაში კი იყოს მიღებული და საუკეთესოც იყოს მათთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს ამაზრზენია მე მგონი. როგორც იცი, სამეგრელოში აღმოაჩინეს ოქროს საბადო. მისი მოპოვებისას შესაძლოა დაზიანდეს დათა თუთაშხიას საფლავი. შენთვის როგორც ერთი ადამიანისთვის, რა უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს, ანუ დათა თუთაშხიას საფლავი, ანუ ისტორიული ძეგლი თუ ოქროს საბადო? რა თქმა უნდა, ისტორიული ძეგლი. ანუ დათა თუთაშხიას საფლავი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოქროს საბადო. დიახ. პირველ რიგში არ გამიგია მართლა და რა თქმა უნდა, საფლავია მნიშვნელოვანი. ანუ დათა თუთაშხიას საფლავი უფრო მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა. კი. ნუ, იმი დავიწყოს, რომ მეც მაგალითად მეგრელი ვარ. და ვფიქრობ, რომ თუ მოხერხდება ისე, რომ როგორც ისტორიული ძეგლის შენარჩუნება მოხერხდება, ასევე საბადოს მოპოვებაც, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ისტორიული ძეგლის შენარჩუნებას უნდა გქონდეს უპირატესობა. იხარ მოსაკლავე, მაგრამ ჩემი ხელით არ შეიძლება შენი სიკვდილი იწყვიან მას რომ ესროლა, მიტომ მოკლა თუთაშხიამ. არ ვიცი, სად არის დათა თუთაშხიას საფლავი, როგორ მე ვფიქრობ, რომ ისტორიული ძეგლი უფრო პრიორიტეტულია, ანუ ოქროს საბადო შესაძლოა სხვა ადგილასაც აღმოაჩინონ და რა ვიცი, ისტორიული ძეგლი ერთი არის, დათა თუთაშხიას საფლავი და ჩემი. ვისი საფლავი? დათა თუთაშხიას საფლავი? მეგადავებით. ჩემი აზრით ისტორიული ძეგლი უფრო მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის და რა ვიცი, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ანუ დათა თუთაშხიას საფლავი უფრო პრიორიტეტულია. კი. ჩემი აზრით ისტორიული ძეგლი. დათა თუთაშხიასაც ოდაო, ანუ რა თქმა უნდა, ანუ ოქროს მოძიება დღეს საქართველოს ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისტორიების რა საფუძველზედაც ჩვენი ქვეყანა დგას, უფრო მნიშვნელოვანია ჩემისათვის. რა კენი გუდულა ეს? ვაიმე, ეს ალბათ ჩალვარამიშვილის შოუ, ვაიმე თითათა. ჩვენი გადაცემის სტუმარი არის თბილისის მერობის მსურველი ბატონი დავით ნარმანია. შევეგებოთ, აბა ნახოთ. ბატონი დავით ნარმანია. გამარჯობა. სალამი, მოგესალმებით. როგორ ახართ? კარგად. გილოცავთ ასოცირების ხელშეკრულების ხელის მოწერას და მაგარი ამბავია. ძალიან სერიოზული, მე გილოცავ. არა, ნუ პრინციპში ჩვენ ევროპელები ბარსელონას ფერი ხო იცი ვინ იყო? არა? პასქუა მარგალი და ამით მორჩეთ ახლა ზედმეტ შეკითხვას. ხო, გვეკუთვნოდა ეს ყველაფერი. კარგი. კაი, უცნაურ და ზედმეტ შეკითხვებს ჩვენ მორჩებით და მორჩით. ეხლა გვინდა რაღაც ასეთი შეკითხვები.
რაღაც სამი შეკითხვა მაქვს, რომელიც არ ვიცი, დაინტერესებს ამაზე პასუხი ჩვენს ტელემაყურებელს. მაშა სადამე, პირველი შეკითხვა, გოლოვინსკის პროსპექტი, ეხლა რა არის? რუსთაველის პროსპექტი. კი ბატონო. 10 კაპიკიანი პონჩიკები, გემრიელი, საბჭოთა კავშირის დროს, სად იყიდებოდა თბილისში? თავისუფლების მოედანზე, თუ გახსოვთ, საპარიკმახერო რო იყო ოცნება, იმის გვერდზე მაღაზიაში, გასტრონომში, კარგი. ოცნების გვერდზე. კარგი, მაშინ ასეთი ტრამვაი, შენ ხარ ჩემი ბატონი, მარჯვენა სანაპიროზე დადიოდო თუ მარცხენაზე? არც ერთი. ბატონო, ვიცი. გილოცავთ მეორე ტურში გასვლას. მადლობა. და აი მეორე ტურის ხო არ გეშინია? არა, რა თქმა უნდა. რატო? ტურების და მელიების ჩვენ ხო არ გვეშინია? რას გვაშინეთ? ტურები და მელის თუ არ გეშინია გასაგები. კარგი. აი ეს არჩევნები გავდა წინამთავრობის ჩატარებულ არჩევნებს. უბრალოდ არ გავდა. გავდა მე რომ მონაწილეობას ვიღებდი იმ არჩევნებში, ხო გახსოვს იყო ესეთი? მარგელაშვილი გახსოვს? მახსოვს. ხოდა იქ ჩავატარეთ არჩევნები და გავდა იმ არჩევნებს, მაგრამ აი არ გავდა წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებს და ამოვიწერე ახლა განსხვავებები უყურე. აი მაგალითად აი შევადაროთ. ხონში მეორე ტურში გავიდა კანდიდატი, რომელიც ზის ციხეში. ციხეში ზის. და მიშაზოს პირიქით იქნებოდა ესე იგი, ჯერ მეორე ტურში გავიდოდა და მეორე ტურში გავიდოდა და დაიჯერდა. მარნეულში, ხალხო, მარნეულში ოპოზიცია მიიღო ხმები. ოპოზიცია. ასაგერია. მაგრამ ერთი რამე იგივებად. რა? ნათელაშვილი ახლაც მაშინას და ყველა არჩევნებს იძახის რომ გაიმარჯვა რა. ბატონმა შალვამ გაიმარჯვა. არა, ერთი განსხვავება მაინც არის, თუ გახსოვს, წინა არჩევნებზე ამბობდა პირველ ადგილზეც მე გავედი და მეორეზეც, და ახლა პროგრესი ნამდვილად გვაქვს. იძახის მხოლოდ პირველ ადგილზე ვარ გასულიო. არა, ეხლა მოდი რაღაც მეგობრები ხო ვართ? ხო გახსოვარ მე ჯერ კიდევ. როგორ არა. ძველი დროებიდან და მეგობრულად დავილაპარაკოთ. რაღაცაერთ ხო გაგიტყდა რომ პირველივე ტურში არ მორჩა ეს ამბავი და მეორე ტურში რომ აღმოჩნდა. არა, რატო მეორე ტური ჩვეულებრივი მოვლენაა. არანაირი პრობლემა არ არის. ხო, იცი, არა, რატო გეკითხები, იცი რომ პრინციპში ხო რა, მეორე ტურში რო გახვედი, კაია, პირველივე ტურში ვინც მოიგო, კი ხედავ რა დღეშია ახლა. კარგი. მოდი ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი მინდა გკითხო. City Park-ის თემა. City Park-ის თემა გვაწუხებს ძალიან. ვისაც მანქანა ყავს, აი ფორჩხიძე. City Park-ის თემა გაწუხებს? კი. შენი მანქანა წაუღიათ? წაუყვანიათ? სამჯერ წაუყვანიათ, ხო? სად წაუყვანიათ? სადღაც, ხო. მე მანქანა არ ყავს, მაგრამ ჩემიც სხვათა შორის. როდის ეხლა? არა, მანამდე. რას აპირებ ამ City Park-თან? მართლა სერიოზული პრობლემაა ფორჩხიძის პრობლემისა არის ხო? მართლა ფორჩხიძის გულისთვის არ გინდა, ეხლა მეორეა კიდე სხვა. თელ თბილისს აწუხებს და რა თქმა უნდა მოვაგვაროთ. სხვა შორის როცა მქონდა წინა საარჩევნო შეხვედრები, ერთ-ერთ შეხვედრაზე მოვიდა ძალიან შეწუხებული მოქალაქე და მეუბნება რომ ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაუწყვეტოთ და იმდანაც შეწუხებული იყო რომ პასუხი ავტომატურად გავეც რა თქმა უნდა ამ პრობლემას მოვაგვარებთ თქო და აუცილებლად მივხედავთ იმას და City Park-ი საერთოდ გაუქმდება დედაქალაქში. კი, აუცილებლად უნდა გავაუქმოთ. მეც იქ მუშაობ, მაგრამ იმდენი კაცი მაგინებს უკვე აღარ შემიძლია. ხო, არა, გასაგებია. კიდე აი პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი იქნება? რა თქმა უნდა. Yes! ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. პუშკინის გამზირზე იქნება ორმხრივი მოძრაობა, თბილისის შემოვლით რკინიგზა დასრულდება. ზოოპარკს და მიმდებარე ტერიტორიას ასევე კეთილმოვაწყობ. ზოოპარკი უნდა გადავიტანოთ თბილისის ზღვაზე. აი, დაანევე მაგმელიას თავი რა, იყო სადაც არის, მანდაც არაწყვეტ. არ შემიძლია არ კითხო შენს კონკურენტზე. აი, უნდა გკითხო რა. და რას მაშინე ამ გითხე რა პრობლემაა? რა იყო? არა, იმაზე, მელიაზე მინდა. მიუხვდი, რაზეც მეკითხები. ხო და ეს მელია როგორი კაცია, იცი რომ თავიდან კარგი იყო. კარგი რა, სხვანაირი იყო რა და ამბობდა კიდეც რომ ოპოზიციას უჭერდი მხარსო, 7 ნოემბრის აქციაზეც ვიყავიო და მთელი ოჯახითო და რაღაც. მე რაღაც მოხდა დაასაქმეს. და ეხლა ხო ხედავ რა ხდება რა.
არა, თვითონ ამბობს ესე, მე ჩვენში არა ვარ და. რაღაცა რო მოუხერხოთ შენი გამარჯვების შემთხვევაში, ნუ დავკარგავთ კადრს. კაი ტიპია რა. კი შეიძლება. იმპოზანტნი такой, ეგეთია რა. კი შეიძლება რაღაცა რო მოუფიქროთ და მოუხერხოთ, მაგრამ ლურჯი მელის ამბავი კი გახსოვს როგორ თავდება და მე მგონი მაინდა-მაინც სასურველი არ უნდა იყოს მისთვის. ლურჯი მელია ხო მართალია ხო. არა, ვერ გამოვდგები მაგის ლობისტად, მაინც, მაგრამ საკუთარი თავის ლობიზმი მინდა. მომისმინე დათო. რაღაცა კურსი არა, ხო და რაღაცა ბიზნესი რომ მომცე? რა გინდა? ჭიხურების ბიზნესი გინდა, ბენზინის თუ რა გინდა? ჰამაკების ბიზნესი გინდა. ჰამაკების ბიზნესი რა გინდა? მოგებიანი არო. ასკია მილიონ ხეს რო დარგავ ჰამაკების ბიზნესი. აი რაიმე საინტერესო შეხვედრა ხო არ ქონია ხალხთან, აი როგორი შეხვედრა, იცი? აი ჩემთვის საინტერესო, რამე კურიოზული ან რაიმე სხვა გეუბნება ხალხი, იმიტომ რომ ბევრი რაიონი მოიარე თბილისის და არის რამე? კი, რა თქმა უნდა, შეხვედრები ძალიან ბევრი მქონდა 160-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე უბნებში, ხან დიდი მოდიოდა, ხან პატარა. მქონდა შემთხვევა, როცა ძალიან პატარა ბავშვმა პატარა დაწერილი წერილი მომიტანა და ბუქი მთხოვა. ბუქი მინდა. ბავშვებში გავრცელებული იყო ერთი ადამიანი, რომელიც რამოდენიმე ბაბუა ეგონე შენ. რამდენიმე შეხვედრაზე მოვიდა ერთი ადამიანი და მუდმივად ჰქონდა ესე პატარა ფურცელზე დაწერილი რაღაცა, შორიდან მაჩვენებდა, ჯერ აღარ შემოდიოდა კონტაქტში და მე ხო, აი ესე. ბოლო მე ვთხარი რა გინდა თუ მიკროფონი მომეცით. რო აღარ შეგვეშვა, მივეცით მიკროფონი და კითხულობს ესეთ ლექს. უგულავა დაგვიტოვა, ერთი დიდი ხრელია ნარმანია მომავსო, ვეღარ შევამელია. წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდა შენი ცნობილი ფოტოსურათი. არა, ის არა, რომ გამოდიხარ პრესკონფერენციაზე, არა, ეგ არა. საზამთროს როჭრი წითელ საცურაო ტრუსებში. მოგვიყევი ახლა ამ ფოტოს ისტორია. ეგ კარგ ახნის წინ გადაღებული ფოტოა, მაშინ ჯერ კიდე არც მერების კანდიდატი ვიყავი, არც მინისტრი, ერთ მინიმუმ 10 წლის წინ გადაღებული სურათია. ხდება ბათუმში, პლაჟზე, როცა გამგებლები ყავდა წაყვანილი, სემინარებს უტარებდა და მე საღამოს, ასე თქვათ, მაშინ გართობის სხვა საშუალებები არ იყო, საზამთრო, არაყი და მისი ჯანი. ხო. და დაჭერი, ხო? დავჭერი. ჭამა მე აღარ გადაუღია. არა, რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს ესეთი თამაში, ვიდეო შეკითხვები. ან ჩვენ გავიარეთ თბილისის ქუჩებში და დავსვით შეკითხვა, ვის მიეცით ხმა და მიეცით ხმა თუ არა ნარმანიას. ეხლა ჩვენ ვითამაშოთ, გავუშვათ ვიდეო, შენ დააკვირდი რესპონდენტს და გამოიცანი მოგცემდა თუ არა ის ხმას. თუ მათ შორის მეც ვიქნები გამომცნობთა შორის ფორჩხიზე დაგვეხმარები? აბა. ფორჩხიზეზე რა აზრის ახალი გითხარი? ყველას ვეკითხები, სერიოზული ხალხი რომ მოდის ფორჩხიზეზე ვეკითხები რა აზრის ახალი. სერიოზული კაცი ჩანს უყრავს ალბათ მღერის კიდეც. რატო ერჩი? არა, კარგი კაცია, მართლა ძალიან ნიჭიერი, საინტერესო ადამიანი. კარგი. გავუშვათ აბა ვიდეო შეკითხვა. მერობის კანდიდატს ხმა ვის მიეც? აი ეს ქალბატონი ვის მისცემდა შენი აზრით ხმას? აბა შეხედე დათო. მე შენ არ მოგცემდა, შენ არ ახარ. მე ვფიქრობ, რომ მისცემდა ბატონ დავით. სწორია, სწორი, ეგრე ქენი. ყველაზე ეგრე თქვა. დათო ვის მისცემდა? მე თახვებ ფორჩხიძეს. ნახოთ. მერობის კანდიდატს ხმა ვის მიეც? მივეცი ბურჯანაძის კანდიდატს. არა უშავს. ჩვენ ოპტიმისტები ვართ. აბა გავუშვათ კიდევ ერთი ვიდეო. მერის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? აი ეს კაცი, რომელიც აი ესე უყურებს ცოტა სევდიანად. ვის მისცემდა ხმას? ძალიან ნაცნობი სახე აქვს უეჭველი ჩვენი მხარდამჭერია. ყველა მხარდამჭერს იცნობ? თითქმის? დათო შენი აზრით? მეც ეგრე ვფიქრობ. სწორია ეს. გავუშვათ აბა. მერის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? ნარმანიას, ბატონ დავით ნარმანიას. აი რა უბნელია, აბა, თუ გახსოვს. თუ ეგრე კარგად არ გახსოვს, ხო? ხარდამჭერები. კარგი, კიდევ ერთი გვაქვს ვიდეო. მერის არჩევნებზე ხმა ვის მიეც? ნარმანიას. მე ვფიქრობ, რომ აი ამ შემთხვევაში მართლა ნარმანიას. ამ შემთხვევაში ნარმანიას, კი ბატონო. დავით? აი ეს ქალბატონი, რომელიც ცოტა აი იქით გაატრიალა თვალები და მეოცნებე გამომეტყველება მიიღო. რა თქმა უნდა 51 შემოხაზა. ნახოთ.
მერის არჩევნებზე ხმავის მიეცი. ნარიმანია. ნარიმანია. ხო, რასტავარია 41 შემოხაზა. კარგი, კიდევ ერთი ვიდეო. მერის არჩევნებზე იყავით? კი. ხმავის მიეცით. არმანიას ვის მისცემდა? დათო. ვის მისცემდა? არმანიას. პირი შეკარე, გაუშკა. ხმავის მიეცით. იცით არავისთვის არ მიმიცია გადავხაზა. დიდი მადლობა. აი ამ ახალგაზრდა ქალზე სამუშაოა რა. სამუშაო. სერიოზული. კიდევ ერთი ვიდეო. მერის არჩევნებზე ხმავის მიეცით. აქ შეგიძლია აღარც გამოიხედო. არა, უეჭველი ჩვენია. შევხედოთ, აბა ნახოთ. მერის არჩევნებზე ხმავის მიეცით. ვის მივეცი და ვისაც ხალხმა მისცა მეტი. ანუ რა თქმა უნდა. ნარმანიას მივეცი. აუცი, მე ყაირამე გააკეთოს, რავი, ხალხი იმედით არის და თუ ნარმანიამაც ვერ გააკეთა, მაშინ აფრიზღისი არ ყოფილვარ. და რამხელა პასუხისმგებლობა. არა, სერიოზული პასუხისმგებლობა ეს გარმაზა. ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანს. არა მარტო ამას ყველას ვინც გვიპასუხა, ვინც შენ არ მოგცა იმათაც, მაგრამ იმიტომ რომ მეორე ტური წინ გვაქვს. მეორე ტური დარწმუნებული ვარ, აზრს შეიცვლია. სიამოვნება მოგანიჭეს ხო მეორე ტური. კარგი, გასაგებია. იქ მეორე ტური რო გამოცხადდა, ერთი ამბავი იყო ოფისში. მახსოვს ის ოფისი ძალიან კარგად, ხშირად იყო ხოლმე ესეთ სიხარული. და ერთი კადრი იყო ისეთი, რომ ხადური კოცნის თავზე, ფოტო. ეგ რა პონტია? რატო გაკოცა თავზე? კიდე კაი დიეტაზე იყო თორე, სულ შემჭამდა ალბათ. არა, გასაგებია ხო, დიეტაზე. შალვა, საფრანგეთის ნაკრებს ჰქონდა ეგ ტრადიცია, ბარტეზის კოცნი და პლანი და მოიგეს ეს ჩემპიონი. ხო. ხადურმა რო აკეცენ არმანიას. როგორ გითხარ ხშირად დაკოცეთ ერთმანეთს ხო და მაგას არ გეტყვი. ჩვენ დაკვირდით რომ საზამთროს დაჭრის ავბედით ჭყალებში თემას დაუბრუნდებოდით ძვირფასო ტელემაყურებლებო ექსკლუზიურად შალვა რამიშვილის შოუში თბილისის მერობის მსურველი ბატონი დავით ნარმანია დაჭრის საზამთროს ახლა თქვენ უყურებთ საზამთროს სწორად დაჭრის გაკვეთილებს ბატონი დავით ნარმანიასგან. რა ხდება ბატონო დავით? ჯერ თავი უნდა მოვაჭრათ. ვით ეს ბიუჯეტია თბილისის და თბილისის ბიუჯეტს თავი უნდა მოვაცალოთ. ეს არის? ეს არის თბილისის ბიუჯეტის თავი უნდა ჩავიხედოთ შეგნით რა ხდება. აუ კაცშვილი ვერ გაარკვევს. შემდეგ უნდა შემოვატრიალოთ. ნახოთ რა ხდება ძირში. აბა. ძირი მოჭრელია. მოჭრელია, დაგახვედრეთ. მოჭამია. და შეჭამა. ჩვენ არ შეგვიჭამა. მგონი ეს ნაწილი უგულავამ რო წაიღო, ხო? 50 მილიონი. დავიდა, აბა. დავიწყოთ. ესე იგი, პირველი ულუფა ეკუთვნის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებს. საკმაოდ დიდი ნაწილი უნდა მოვჭრათ, დიდი ნაწილი. კარგად ჭრის რა გინდა. გული უნდა დავტოვოთ და გეტყვით ბოლოს რისთვის. აჰა. ეხლა რა ხდება? ბიუჯეტს ვაცლი წურბელებს. სულ საკითხავად უნდა მოვაცალოთ, რომ არც ერთი აღარ დარჩეს. ედაო შენ როგორ გააცალა წურბლების გარეშე დარჩა ბიუჯეტი. ეს ერთი. ესე იგი ეს ვისა? ეს არის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილი. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. კი ბატონო. ხელი არ წაგწდეს. აქაც დარჩა. ხელი არ წაგწდეს საშიშია. აქაც დარჩა ზოგიერთი წურბელა. მოვაცლით გზა და ეს რა არის? ეს ინფრასტრუქტურის ნაწილია. ქალაქის შენება უნდა, აქაც იგივე წესით. ხო, წურბლები. ნების მიწა. კი ბატონო. ეხა ცოტა დიდი არ გვინდა ესა გამწვანების მილიონი ხერა. გამწვანება რა თქმა უნდა. შეგვიძლია პრაქტიკულად ესე შუაზე გავჭრათ. ესეც გამწვანება. აქაც წურბელები, აქ პრინციპში გასუფთავებულია. გასუფთავებულია, ხო, ხო.
და გული ვის? გული რა თქმა უნდა თითოეულ თბილისელს თანაბრად და სწორად უნდა გაუნაწილოთ და ადამიანები აღარ უნდა დაგვრჩეს ნაწყები. შენც როგორ ერთ-ერთ თბილისელს გეყოფის გულიდან ცოტა ნაწილი. ამავ ნახოთ. გულბადო ტელემაყურებლებო. ასე დაჭრა, საზამთრო. კარგად დაჭრა, ხოთ შორის. ცოტა დასაცმელი არ იყო იმ ფოტოსებრი, მაგრამ არა უშ. ასე დაჭრა. მერობის კანდიდატმა ნარმანიამ დავითმა საზამთრო. ასეთი იყო მისი სტუმრობა შალვა რამიშვილის შოუში. ასე განაწილდა ჩვენი ბიუჯეტი. კარგად ბრძანებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე. პოლიტიკური ჯაზები და წვიმად გადავიკეთით 15 წლის შემდეგ, რეკლამის შემდეგ. ახლა კი მეგობრებო, ჩვენი შოუს ერთ-ერთი ყველაზე კარგი რუბრიკი გელა გნოლიძესთან ერთად რომ არის ისი პოლიტიკური ჯაზები. კოალიცია ქართულმა ოცნებამ უკვე პოლიტიკურმა გუნდმა მოახერხა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე მოიპოვა სრულიად დამაჯერებელი გამარჯვება. დავით, კარგად მახსოვს ბიძინამდელი დავით უსუფაშვილი, 3%-იანი პარტიის ლიდერი. ახლა აღარ გჭირდება ბიძინა, ხო? ხალხმა შემდეგ თუზე თუ დაიძინა, ნახოთ თუ არ დაგჭირდება ბიძინა. რო იყო კითხვები, რომელიც შეეხებოდა ძალიან მაღალი პრემიების გაცემას, მაგრამ ეს საკითხი ვფიქრობ, რომ გაარეგულირებს და მოიხსნება ეს კითხვები. თავისთვის პრემიები მე მინდა გითხრათ, რომ წელიწად ნახევარი არავის აღარ გამოუწევია საქართველოში. მინისტრი თავის პრემიას ვერ გამოუწევს და არ უწევს პრემიას. არ ვიცი რამდენჯერ ჩვენ არ აგვიგია პრემიები მინისტრებს. ხო, ნოდა, შენ პრემია არ აგიღია, სამაგიეროდ გადმოგიღია. ციკანი ხელში უკვე დავიჭირე ანდური, მე შაირი არ მინდოდა ხადური. ჰარალალო, ჰარიარალალო, ჰარიარალალო, ჰარიარალალო. ამის შემდეგ გავაკეთეთ ის რაც გავაკეთეთ მე და გოგა ხაჩიძემ, ვფიქრობდით რომ გავერთობოდით ცოტა და თბილისში გავახორციელებთ რამდენიმე საარი და ნუ არაფერი კონკრეტულზე არ გვილაპარაკია, თუმცა რაღაც შოქმენით ისეთი განსხვავებული თითქოს მართლა რაღაც მოქონდა, იმიტომ ვფიქრობდით რომ აქ მოგვიწყობდნენ რაღაც ჩხრეკას და ამაზე გავერთობოდით რომ კიდე ერთხელ დავატკიცებდით რომ გვისმენენ. ჯაპარიძე, ძალიან საინტერესო გასართობი გაქვს. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ერთობიან იმით, რომ ერთმანეთს ატკენენ. შენ ეთყობა გიყვარს, როცა გჭხრეკენ. ჭხრკ. ძალიან უკაერთობით საბაჟოსთან, პირიქვისკენ არ აღმოჩნდეთ ბაჭოსთან. ტელემაყურებლებო, საოცარი მომენტი შალვა რამიშვილის შოუში.
ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება. მაშასე ჩვენი სტუმრები გახლავან. ნინი ქარცელაძე, ხათუნა ჟორდანია, ზურა ხაჩიძე, ზუკა ხუთიშვილი და პატარა ანასტასია. ყველას ძალიან ახლოს გიცნობთ, ჩემი ახალგაზრდობის წლები თითქმის თქვენ ყველასთან არის დაკავშირებული. გავიხსენებთ რატომაც ჩვენ ამის გასახსენებლად შევიკრიბეთ, მაგრამ აი ანასტასიას არ ვიცნობ. პირველად არის ხათუნას და ზურას შვილი. გამარჯობა ანასტასია. გამარჯობა ხო. რამდენი წლის ხარ ჯერ მითხარ? ის ვარ და 7 აგვისტოს 8 შვილის ხარ და კარგი, შენ დედმამის პატრონს არც უნდა გეკითხებოდე, მაგრამ მაინც კითხავ, რა უნდა გამოხვიდე? მომღერალი. ამ კაცის ცნობ შენ? აი ამ არის. ეს არის დავით ფორჩხიძე, საფრანგეთის ნაკრების წევრი ფეხბურთში. თავდასხმელი. კაი, ძირითადად საცხოვრო თბილისში თუ საზღვარგარეთში? დღეს რა ენაზე ვილაპარაკოთ მე და შენ? ჩამოვთვალე. რა ვიცი, რამდენი ენაზე ლაპარაკობ? ქართულად, რუსულად, ფრანგულად თუ მეგრულად? მეგრულად იცი მეგრული? მეგრული ენა იცი? უჭორექსალა. გავიხსენოთ წარსული. ერთი სიმღერის ისტორია, ეს არის წვიმად გადავიქეცი, რომელსაც ასრულებდა საფრანგეთის ნაკრების წევრი დავით ხუჯაძე და ზურა ხაჩიძე, ჯგუფის სახე. ვისი იდეა იყო? გოგა ხაჩიძე, შეხوار გოგა ხაჩიძე, ხო, უკაცრავად გოგა ხაჩიძე, ზურა ხაჩიძე მაშინ სხვა ჯგუფის წევრი იყო, ხო. რატო? მინდა აი გავიხსენოთ, ვისი იდეა იყო, რომ ემღერათ ბავშვებს, უკვე გაზრდილებს, ზუკას და ნინის. მაშინ სხვათა შორის გელაგნოლიძის იდეა იყო ეს. გელაგნოლიძე. კარგი. მოყევი, აბა როგორ დაგიკავშირდნენ, რა ხდებოდა? არცებული დუეტი იყო უკვე ზუკა და ნინი, ისე ბერიკონში ვნახე. ხო, ბერიკონში გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა კონცერტი და მოვიწვიეთ სახე კონცერტზე და ნუ რა თქმა უნდა ბავშვები სიმღერას ასრულებდნენ. ის უკაცრავდა და ქუჩის ბიჭები რატო არ მოიწვიეთ? მაშინ არ ვიცნობდი და არც ვიცოდი ქუჩის ბიჭები. შედავ რა ხდება? ხო და მაშინ სახის დრო იყო. ნუ რაღაცა გავიდა რაღაცა პერიოდი და მინდა გითხრა რომ არც სახე დიდად არ ვიცოდი, იმიტომ რომ ეხლა დათო არ გამიბრაზდება რა თქმა უნდა, მაგრამ დამირეკა და გამარჯობათ ხათუნა ხართ, ხათუნა ვარ. მე ვარ დათო ფორჩხიძე და დავფიქრდი. ეგრე არ იყო. ესე იყო, კი. წნეთში ვიყავი და ესე მახსოვს რომ დამირეკე და მითხარი რომ ბავშვები რაღაცა ვაკეთებ პროექტს და ბავშვები მინდა თქო და. კი არ, მანამდე იქ მე რომ ნახე ესენი მღეროდნენ იტალიურ სიმღერას. აბა კაიცენ რა სიმღერა იყო? კი, კოზასეს ხო. აი კოზასეს ფეროდნენ და იქ მაშინ არ ვიცოდი ვისი შვილები იყვნენ. ხო. ნამდვილად არ ვიცოდი. შენ ხო გარეუბნელი ხარ და. მოდი ნინიus კითხო, ნინი შენ როგორ გახსოვს ეს ამბავია? ჩემთვის ძალიან სანერვიულო არ იყო, იმიტომ რომ იმ ასაკში მაგას ვერ ხვდებოდი, რომ აი ესე ჯგუფთან უნდა გვემღერა მე და ზუკას და უბრალოდ ესენი გვაფრთხილებდნენ მშობლები მაია და ხათუნა, რომ ძალიან უნდა მოინდომოთ, ყველაფერი უნდა ქნათ, რომ მოეწონოთ და რა ჩავწერეთ. ზუკას ვეუბნები, რომ უფაი, ხო ვაჯობეთ სახის მე. ამათ ვარ შეგვაქეს. ზუკა, მინდა გაიხსენო სპორტის სასახლის კონცერტი. რა ვიცი, ემოციები მქონდა აი სასწაული რა. უბრალოდ სასაცილოდ მეჩვენება, ეხა ამდენი წლის მერე სიტყვები რო არის პატარა ზურიკო და ნინიკო. ხო, პატარა და ზურიკო ნინიკო. ნინიკო ისევ პატარა ნინიკოა და ზურიკო ცოტა შეიცვალა ზურიკო. ზურა, შენ ძალიან პოპულარული ჯგუფის წევრი ხარ, არსებობს კიდევ. კი, რა თქმა უნდა. მუშაობ და თუ გახსოვს მაშინ აი ამ პროექტმა ჩვენ რო ვამღერეთ ეს ბავშვები შენზე როგორი შტაბეშტილება მოახდინა? ეს იყო ძალიან მაგარი საერთოდ სახე, ჩემთვის ჩემი საყვარელი ჯგუფი იყო და ძალიან ბევრ ამას სწავლობდი, მინდა თქვა დათოსგან და ამ ჯგუფისგან. და ძალიან ბევრ ესე ვთქვათ თან ხაჩიზე მღეროდა ერთი
ჩვენი მოგვარე იმ ჯგუფში და ესეც კიდე სუბიექტურობას უფრო ზდიდა და რა ვიცი ეს იყო ჯგუფი ეს სიმღერა იყო ძალიან წარმატებული იმიტომ რომ ძალიან კარგად გააკეთა და თუმ ძალიან კარგად შეფუთა ორივე პროექტი ანუ ინგლისურიც და ფოთრემ მოუშენთან და ეს ქართული ვერსიაც მაგრამ ნუ ქართულმა ვერსიამ დაანგრია რადიოები ჩვენ ძალიან დიდი ხანი გაგვიჭირდა იმ პერიოდში რამე სიმღერის ჩაწერა რომელიც კონკურენციას გაუწევდა როგორც ჯგუფს ასევე სიმღერას მე მინდა რომ შენც გაიხსენო ეს ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ეს სიმღერა ეკუთვნის დიდ ქართველ მუსიკოსს და კომპოზიტორს ალექსანდრე ბასილაძეს გახსოვს ჩვენი შეხვედრა როგორ გაუკვირდა ხო მე უთხარი შალვას რომ აი მოვინდომე მაშინ ბევრი ჩემი სიმღერების მქონდა უკვე ბევრი ჩაწერილი და მინდოდა რომ რემიქსების პერიოდი იყო და აი ეს სიმღერა გვინდა რომ გავაკეთოთ თქო და შალვაც ის პროამერიკელი იყო ყოველთვის და მაშინ უნდოდა რომ საავტორო უფლება გვეყიდა და ძალიან გაუკვირდა მაშინ ბატონ ალექსანდრეს რომ რა უნდა იყიდოთ თქვენ ხო არ გააფრთხილებო იმღერეთო და მაგდენი რომ მეშოვნაო რამდენი ჩემი სიმღერა იმღერესო ჩვენ გვინდა რომ დღეს მიუძღვნათ ამ ადამიანს ეს სიმღერა და გაშასე ვიფასოთები მაყურებლებო 15 წლის შემდეგ კлау ჟღერს წვიმად გადავიქეცი ჯგუფსახის ნაწილის ნინის და ზუკას და ჩვენი მეგობრის მასტერის შესრულებით გამიწვიმდა მარტოობა მიმძიმდა და როცა თვალზე წრემია მიციმციმდა ამოვიდო მე მაშინ მოწვი მაშინ ხედი ალი რომ ჩამეკრო ამ გულში სევდი სალი და უეცრად არ მახსოვსა და როგორ შემიშნე რომ წვიმის ქვეშ ცეკვავდა გოგო ისასრულებდა წვიმის საყვარად საყვას და ცა აგრძელებდა უნებლიეთელვას წვიმის წვეთი მის ლამას თმებზე დეცემოდა გარსევლებოდა თითქოს ეფერებოდა მე რეკრებოდა უგონებ განგებშებოდა რომ გოგოს თეთრი კაპა სულ არ დასვლებოდა გამოთქვები რომ მე მაშინ წვიმის ფშურდა წვიმად გადაქცევა მახსოვს მე მსურდა ცამ შემატყო სევდა მაშინ ეს შენთვის ავდივდი მე მაშინ წვიმად გადავიქეცი გარეთი სევწვენს შენთან გამოვიქეცი ყველა ერთად ვართ ერთით სახლში ვართ Sache Gareti seu dreams Anache sache Masovsi plamitsida nori ანგელოზი მომევლინა მათი სიმღერა და ცეკვა გულზე შველებო მეპინა თითქოს მათ დაკარგული გული უმალმა პოვნინეს და როცა საიდუმლო მათ მევინეს გულის ხურით მომისმინეს მითხრეს ამაოა შენი დაჯვეგოდება მალე როგორ გინდა ყველაფერი ისე მოხდება გაიხსნება ცაცვი მათ მოვა სიყვარულის ზღვა და სიყვარულის მეტი ქვეყნად არაფერი არ იქნება სხვა მათი ხმა წვიმის პოლიფონია დღესაც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი მგონია მაგრამ თურმე ეს არ ყოფილა ღამის სისმარი და არც ბავშვობაში მონახორი დედის ხაფარი ეხლა ვხვდები ვინ იყო ის წვიმის ორი ჩეული წვიმად გადაქცეული და წიდან გამოქცეული იცი თურმე ის ორი ანგელოზი ვინ იყო ეს იყო პატარა ზურიკო და ნინიკო ტელემაყურებლებო ნანატრი გადაცემის მარგო ლუჩკო
You could solve the passion your battle. Put yourself up, get it all there to settle. You were in mind line, everyone's watching. We're gonna fight, we're gonna close, we're gonna better. The passion's on, you beat it. You got it all, you beat it. When you gotta get when you gotta get this time for Africa. This time for Africa. South Africa. This time for Africa. This time for Africa. რა იმღერე ხა შენ რა არის ესე იგი მიკროფონი შეგიძლია მომცე არა კარგი კონდეს მიკროფონი მითხარი ესე იგი ეს იყო 2010 წლის ხიდი შაკირასგან შაკირასგან ხო მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ 2010 წლის რის სოფლიო ჩემპიონატის ეხლა მიმდინარეობს ხო მაგრამ ეხლა ახლანდელი ჩვენ შეიძლება მოვა სიმღერას მაგრამ მე ვიყავი ანუ ამ კვირაში ხო მე ვიყავი ყველგან სადაც იყო ფეხბურთი სხვადასხვა ბალიაშიკების გულშემატკივრების ხო იცი რა შემოგთავაზე შეგიძლია რომ მოვა შენი სტუმარი შეგიძლია იგმინო ეხლა მოდაში არის ფეხბურთელებში ანუ მოგწონ ხარ რაღაც კარგი მე არავის კმენას აქ არ ვაპირებ შენ ხო არ გიკმინა ვინმე მან შენ ხო არ უკმინე მაგრამ არ ამგონია ჯერჯერობით არა მაგრამ შეიძლება უპრეცედენტო კარგი გასაგებია ეს იქნება ჩვენი ბოლო გადაცემა ალბათ როცა შენ უკმენ ან შეგიკმენენ ნახოთ შენი გადაღებული очень доброе ნახოთ რა გააკეთა მარგომ რომელიც იყო სხვადასხვა საფეხბურთო გუნდის ფან კლუბებში. ჩართეთ. ეხლა ვიმყოფები იტალიის ფან კლუბში და უნდა ვნახო ფეხბურთი და ეს არის ბალიშიკები, რომელიც ბალიშიკებენ იტალიას. როგორ ფიქრობ, ურუგვაის გაიტანებს გოლს? ურუგვაი გოლს დღეს ვერ გაიტანს და იტალია მოგიებს 1-0-ს. მე ბალიშკობ ურუგვაის. მე იტალიას. არა. არ გინდა ურუგვაის რა ერთად? არა. ვის ბალიშკობ? არ გიყვარს იტალია? არა. ურუგვაის ბალიშკობ? Madri! Forza Italia! Forza Azzurri! მომბეს და ეს ფეხბურთი და რო გადავწოთ შავ ვარდზე, ან სხვა რაღაც სერიალზე. აი ახლა გადის შავი ვარდი იმედზე და რო გადავწოთ არ შეიძლება. არ შეიძლება და გვიღებ. გილოცავ, მეც ბალეშიკობ ურუგვაის. მეც გილოცავ. შენ ბალეშიკობ ურუგვაის. თქვენ არა? მე არა. ანუ არ გაიტანეს დღეს ურუგვაი გოლი? არა მგონია. არ ბალეშიკო? ალბათ იტალია უნდა გეთქვა, ხო? ბლინ. აუ, კიდე ერთხელ ბლინ. Ciao Italia. Viva Uruguay! მაშასე, ახლა ვარ კუსბაზე, ამ წუთას შეგრაფილი აქ არის არგენტინის ფან კლუბი და ეს ყველაფერი უთეთრი ეკრანი შეგვიძლია ვნახოთ. მიდი! მაჩახე! რა უფრო გაგიხარდება? ბრედ პიტი რო გაკოცებს თუ მესი გახდება ბამბარდირი? ბრედ პიტის კაცთაზე ნამდვილად არ ვოცნებო. მესი! რა უფრო გაგიხარდება? მესი რო გახდება ბამბარდირი თუ ანჯელინა ჯოლი თუ მოვა და გაკოცებს?
Angelina Jolie რომ მოდა მაკაცებს. Iranian, no, You don't speak English. Yo, Farsi, Iranian. Narmania? Argentine. Homie? No, მე ფaqat Iran მევარე, Iranian, ფaqat Iranian یا Argentine. რა უფრო გაგიხარდება, მესი თუ გახდება ბომბარდირი თუ Angelina Jolie თუ გაკოცებს? რა თქმა უნდა, მესი თუ გახდება გულშემატკივარი, იმიტომ რომ მე ჩემი სიყვარული მაქვს. ეხლა ვიმყოფები იქ, სადაც უნდა შეიკრიბოს საფრანგეთის ფან კლუბი, მაგრამ გამოიხედეთ მარცხნივ. То есть наоборот. სადრიან საფრანგეთის გულშემატკივრები ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ მეტი მაქვს მოვლენ და უბალიშიკებენ თავისი საყვარელ გუნდს. ბატონო დათო პორჩხიძე, სადა ხართ? გელოდებით. დღეს უკვე იქნება საფრანგეთის მატჩი და საფრანგეთს. როგორ ფიქრობ ზიდანი რამე მოიტანებს გუნდისთვის? ზიდანი აღარ თამაშობს დღეს გუნდში. მართლა? და რა უნდა გააკეთოს საფრანგეთს? მოიგოს. როგორ ფიქრობთ, აი რა უკეთესი იქნება თქვენთვის ბრედ პიტი რო გაკოცოს თუ საფრანგეთი რო მოიგოს? საფრანგეთმა რო მოიგოს. ესე იგი დღეს ბალეშიკობთ გერმანიას, Deutsch. ვინ მოიგებს დღეს? გერმანიას ბალეშიკო? აბა რა. მაps რო არ გვაძლევენ? გერმანია არ გვაძლევს მაps, მოგცემენ კაცო, ეხა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, მაგარი გახარებულები იქნებიან და მოგცემენ უეჭველი. ხო, პორჩხიძე ბალეშიკობს საფრანგეთს, როგორ ფიქრობ, ვინ მოიგებს? კიდე რომელი ის? დათონ. აი, კომპოზიტორი? არა, საფრანგეთის. სხვათა შორის ძალიან დიდ პატივს ვცემ და კაი მუსიკოსია, მაგრამ უნდა ვაწყენინ და უთხრა რომ საფრანგეთს შანსი არ აქვს. რო შანსი რო არ აქვს, მოდი ვიმღეროთ, სვიმად გადავიქეცი. როგორ მინდა მოგეფერო. დათო დღეს შანსი არ აქვს. პოლიტიკური სამზარეულო ირმა ინაშვილი და ზვიოს სიკეთეები რეკლამის შემდეგ. ვირფასო ტელემაყურებლებო, კიდევ ერთი რუბრიკი ჩვენ შოუში. ჩვენ ეხლა ყველანი მოამზადებთ კერძს, რომელსაც ჰქვია აქტუალური რამ პოლიტიკური აჯაბ სანდალი. ავიღოთ ნაც მოძრაობა. დავამატოთ ბუჯანაძე. ჩავაჭრათ ნათელაშვილი. ეს გუგავა კაცო. ბატონო შალვა ბოდიში. დავამატოთ ოდიშარია. აძმარებულა, მაგრამ დავა. აქ მოთავსოთ სააკაშვილი. მაგრამ ბიჭო, საშიშია. ყველგან ამოდის ხეზე, მინდორში, ბალახში, არ მოგწამოს ეს. ამის გარეშე გავაკეთე. მოვიძიოთ შენ ხარ ჩემი ბატონი მელია. მაგრამ მელიას ამ სახით კერძში ვერ უზავ და ავიღოთ რუსთავი 2 და მოვაშოროთ ეს წარსული ჭუჭყები, რაღაცები, გავასუფთავოთ, გავასლოპინოთ და დავამატოთ ნარმანია. ვერ ვხედავ აქ. ნარმა ჯერ არ გამომცხვა რა. კაი, მე ვიყოს. ავიღოთ ცოტაოდენი ბარამიძე და გავაფრთხილოთ ჯაჭვლიანით. ვააზუ. რას მიყურებ? შეჩმორო. და მოვამატოთ აქ რაღაცები. ჯონდიშ მონდი. უკავაში უკავა. და შემოვდგათ ბიძინაზე. ვიღებთ
პოლიტიკურ აჯაბსანდალს. რა არის? ამას გვაჭმევენ? ამას ჯამთხარ ხო? ასეთი იყო პოლიტიკური აჯაბსანდალი, მე პირადად მაგის მithმევას არ გირჩევთ. გავარჩიოთ ნამდვილი ჯანსაღი კერძები. ასეთი იყო ჩვენი კერძოლოგია. ვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი შოუ აგრძელებს სიკეთეების კეთებას. ზუიო ამჯერად გაემართა სოფელში, ჩაიტანა ტელევიზორი, შეგახსენებთ რომ აი ამ ნაწილის, შოუს ამ ნაწილის სპონსორი არის თბილისი ცენტრალი, სავაჭრო ცენტრი, სადაც წარმოდგენილია საქართველოში მოღვაწე ტექნიკის ყველა მაღაზია. ზუიო სოფელში ტელევიზორთან ერთად, ხო? განა სოფელში არ ჭირდება ტელევიზორი, ხო და ზუიომაც სოფელს მიაშურა. ეს არის კახეთი, სოფელი ველისციხე. ნახოთ აბა ერთი ტელევიზორს თუ გავცვლით რამეში. ტყუილს ალაპარაკობენ, გაიბერე. მე რა რომ ტყუილებს ამბობენ? არ ჯობია ტყუილების ფართო ეკრანზე მოსმენა, ჰა? აი ტყუილს უფრო კარგად მოისმენ ტყუილს ამაში, არ გიგერა. მიდი ზუიო, გააგრძელე გაცვლის პროცესი. რომ ჯანდები, გენეთ. კარგად, შენ როგორა? თითქოს ჩემ მოწოდებას გამოეხმაურაო, ანასდად 30 წლის ნოლექსიანი გია გამოჩნდა. გენეთული. 28 წლის მაქარა პერსონები უკვე. კონი მიჯაო. მომისმინე გია. დიახ. გინდა რომ ერთი გოჭი გაგვიცვალო ტელევიზორში? ეს გოჭი არის ჯიშიანი. მაგრამ უბრალოდ თუქნის ამაში გენათული. მას პორმალო გადავიხადო და რა მნიშვნელობა აქვს, ბო? ჯიგა. ტელევიზორი გავცვალეთ აგერ შენიერ გოჭი. ზვიოს აქვს გოჭი. ინი უნდა გაცვალოს. აბა გოჭი იცვლება გოჭი. კარგი ჯიშიანი გოჭი. სახელი რა ქვია ამას? რაღაცა თამილა. თამილა. ვის უნდა გოჭი? რა თქმა უნდა დათოს, მაგრამ სანაცვლოდ რას გაიღებს? საკითხავი აი ეს არის. დათო ეგ რა არის? კურდღელი გავცვალოთ გოჭი? კაი დათო ესე იგი. ამ კურდღელს გამიცვლი ამ გოჭი. როგორ კმაყოფილი ხარ, ხო? კაი კურდღელი მეგობრებო, აბა. კურდღელს არ გამიცვლით რამეში. გოჭი გამოვიარეთ, ძალიან რთული იყო, გამარჯობა. კურდღელი არ გიდათ გაგიცვალოთ რამეში. ქათამში მაგალითად. აურა ძნელი ყოფილა ველისციხეში კურდღელის გადაცვლა. კურდღელს ხوار გამიცვლით, ქალბატონებო რამეში. არა. რამის არ უნდა შენი კურდღელი? კურდღელი არ გინებავთ ქალბატონო, გაგიცვალოთ რამეში. აგერ ღვინო გვაჩუქეს. აგერ პური გვაჩუქეს სახელი? ქალბატონო ნუნუ, არა ეს კურდღელი გაგვიცვალეთ რამეში. კურდღელი არ გინებავთ გავცვალოთ. ბოლოს მოწყალება გაიღეს და უცნაური სახელის მამაშვილმა ზვიოს კურდღელი ჭერამში გადაუცვალეს. ეს სახელი? გარი, პასპორტ შემოწერი ხო? პირდაპირ. გარი? შენ რა ქვია ბიჭო? სულთანი. აბა ველი, კარგად მოუარე იცოდე. არ შეჭამოთ. მოკლედ ჩამოვედით ველისციხეში ტელევიზორით და დაგვრჩა ჭერამი. არა მგონი ახლა ამ ჭერამმა თბილისამდე ჩამოაღწიოს და კარგი მერბიჭებო? არა. ჭერამიკის საჩუქრადაც არავის არ უნდოდა. ჭერამ. შეგახსენებთ რომ ამ სიკეთის სპონსორი გახდა თბილისი ცენტრალი, სავაჭრო ცენტრი, სადაც თავმოყრილია საქართველოში არსებული ტექნიკის ყველა მაღაზია. ჩვენი განაცემის მომდევნო სტუმარი გახლავთ ქალბატონი ირმა ინაშვილი. თბილისო შენთვის გამოიდარებს. რა არის პარტია თუ სინოპტიკოსების ბიურო? რატო ცუდია, გამოდარებაში ცუდი რა არის, მზე უნდა ამოვიდეს, უნდა გამოიდაროს და ქვეყანა უნდა აშენდეს. პრინციპში გამოიდარა. ჩვენ ამაში მონაწილეობას მივიღებთ თავისუფლად. შემდეგი სლოგანი რა იქნება შემდეგ არჩევნებზე? თბილისი მოსალოდნელია. შენთვის გამოიდარებს, ეს იქნება შემდეგი ლოზუნგი. ატო თბილისი მოსალოდნელია. და ჩვენ მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს. აი ეს იქნება შემდეგი ლოზუნგი. კაში საპარლამენტო არჩევნებს. კაი. ირმა, ჩემო კარგო, მარტო ხარ მოსული თუ მოურავი?
არა, მარტო ვარ, იმიტომ რომ თარხანმოურავთან ერთად მარტო დიდომებში დავდივარ ხოლმე. ეხლა ეს ომი არ იყო ეხლა. ეს ომი არ იყო, მეგობრებთან მოვედი. მაშასე დავიწყოთ შეკითხვები. ესეთი უცნაური შეკითხვა. ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ აი ამ შეკითხვებით და პასუხებით მინდა გავფანტო მითი იმის შესახებ, რომ პირქუში ქალბატონია და ვიღაცებს ძალიან ერჩის და ხო არის ესეთი მითი რა? არის ეგეთი მითები არის. კარგი, აი ციკლაურთან ერთად უკაცრიელ კუნძულზე რომ მოხდე, რამდენ ხანში შეჭამ? მომღერალ ციკლაურ. არა. პარლამენტარ ციკლაურთან. რას ლაპარაკობ, ერთად გვიშვებ კუნძულზე? ხო, და ხო შეიძლება რომ. ნუ ცოცხალი ვერ გამოვა. ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ. არა, ნუ არგი. მინდოდა რომ რაღაცნაირად ეს მითი გამეფანტა, მაგრამ დარჩეთ მითების ტყვეობაში ძვირფასო ტელემაყურებლები. კარგი. ეგ გასაგებია, მაგრამ ივანიშვილმა რომ 2 მილიონი მოგცა, ხო? სად წაიღეს? ივანიშვილმა მომცა? ხო, აბა ვინ მოგცა ახლა? აუ, ბოლო გავიგე ვინ მომცა ეს ფული რა. 2 მილიონად რას მე გააკეთებდი? ვეძებ იმ ადამიანს შალვა გულწრფელად გეუბნები, ვინც მომცა 2 მილიონი. აი 2 მილიონად. თუ დამეხმარები, მაპოვნინო ეს ადამიანი, ყველაფერს გეფიცები თუ ამ სტუდიის მოდერნიზაციისთვის არ მოვიტანო აქ რაღაცა მნიშვნელოვანი თანხა. 2 მილიონი დოლარიდან. აი რამდენს მოიტანა აქ? ნუ რამდენი გჭირდება, მითხარი მოვიტან. პორტყიდე ბევრი ხო? ნუ რა 500.000 არ გეყოფათ? 2 მილიონად ჩვენ უნდა ვიპოვოთ, ხო? რა პრობლემა არანაირი. თქვენ უნდა იპოვოთ? შენ რომ მოგცეს. რომ მე არ ვიცი ვინ არის ის არა. კარგი. მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ძალიან კარგად გამოგდის. ერთი აღმოჩნდა რომ პოლიტიკაში რაღაც წინსვლები გაქვს, ბარიერი გადალახე, დაგვიჩაგრე კუკავა და ვიღაცეები. და მეორე ტელევიზია, ობიექტივი, საოცარი ტელევიზია, საოცარი ძვირფასო ტელემაყურებლებო, საოცარი ტელევიზია. ჩვენ შეგვიძლია რაღაცები ვნახოთ შენი ტელევიზიიდან, რაღაც კადრები გავუშვათ და დავტყვეთ რა მაგარი ტელევიზია გაქვს შენ. აი, ნახოთ, აბა ეს კადრი ვნახოთ შენი ტელეეთერიდან. ჩვენ რას ვინავართ კაცო? ხვებულობენ რას ქვია აქ ჩვენ? ჩვენი აქტიური როლი უნდა ჩანდეს საქმეში. შეიძლება არ ღვებულობენ, ინტერესი რა არის იმათი? იმათი ინტერესი კი არის. რა ხდება ეს რა არის? რა მოხდა მან საერთოდ? ეს არის სკამის ინციდენტი, ასე ქვია სიუჟეტ. სამწუხაროდ ძალიან გვიჭირდა და მთლად კარგი სკამები არ გვედგა, ამიტომ ეხლა როგორი გაქვთ? ეხლაც ისეთივე გვაქვს ახლა პრინციპში. მაგრამ არ ემუქრება. 2 მილიონი ხო არ ჩანს, სად არის ხო ვერ პოულობთ ჯერ და. რამე ფარცაკი ხო არ დაემართა ამ ადამიანს გადარჩა. არა, ჩვეულებრივად გაგრძელა საუბარი. ხო, მე ვიცი რომ ყავს 130 წამყვანი. ცოტა მეტი რომ იგიღო, მერიც გახდებოდი, მე მგონი. და არის ერთი ძალიან საინტერესო მუსიკალური ნაწილი მიყავს. დიახ. მე მინდა მოასმენინო ფორჩხიდეს და ვაჩვენო როგორ უნდა მუსიკის კეთება, მუსიკალური რამე-რუმეების კეთება. აბა ჩართეთ ეს ობიექტივის მუსიკალური წამყვანი. ანუ მარიო ბაუსა არის ერთ-ერთი დამარცხებელი. ვარიანაიო Masquinada. Questo samba tu me di maracatu. Oh, Mariana, yo. Real. შეგიძლია ეგრე? არა, მართლა. რა ხდება ეს რა არის? ვინ არის? მხიარული გადაცემა. არ ვიცნობ სამწუხაროდ. არ ვიცნობ, იმიტომ რომ 130 წამყვანია და ხა სტუმარი რამდენი? ანუ როგორ არის? აი კარი არის ღია, დაცვა არ ყავთ და ვისაც შეუძლია და ვისაც უნდა და ვისაც სურვილი აქვს, გადაადგილება ვისაც შეუძლია, მოვა დაждდება და წაიყვანს გადაცემას, ხო? არა, ხა ესე არის დაცვაც ყავს. რატო? სტუდიაში კარიც იკეტება, თლათ ნუ გადადის. აბა როგორ ხდება, როგორ? ჩვეულებრივად ადამიანი მოდის, აქვს რაღაცა კარგი იდეა და ვაძლევთ საშუალებას აი ამას კარგი იდეა ქონდა, ამის იდეა. სტუმარი. და სხვათა შორის ძალიან ნიჭიერად აკეთებს, რასაც აკეთებს მე. კარგი. ვაფშე მაგარი იდეა მაქვს. აკუბარდიას შეუერთდით. 60-ოთახიანი ტელევიზია გექნება. 2 თქვენი და 2 გაქვს, ხო? არა, რატო 2? 22 ოთახი გვაქვს. 22 ოთახი. 23 ოთახიანი ტელევიზია. აი იმას კითხეთ შეერთება უნდა. ხო, ისე პრინციპში მაგამ ბიზნეს არ მიყიდა ტელევიზია და. კარგი, ჩვენ არ ვიცი რამდენად შევძელით ქალბატონი ირმა ინაშვილის როგორც პირქუში რაინდის, რომელიც ამარცხებს. პირქუში ვარ თქვენ. ხო, დამარცხება.
ისე რა. ერთ ნაბიჯს კიდე გადავდგავთ. მე ვიცი რომ შენ უკრამ და მღერი. ხო? როცა დრომა. დათოს თხოვ რომ გაუცვალოს ადგილი ქალბატონ ირმას და შეგვისრულე რაც შენ გინდა. კარგი, სიამოვნებო. ეს თუ არა ხვალ მაინც, ხვალ თუ არაზე. წამოწვიმს და ღრუბლებში დაიკარგება მზე. და ქაღალდის გემებზე არ იქნება ტევა შენ იქნები ადამი და ის იქნება ევა და ქაღალდის გემებზე არ იქნება ტევა შენ იქნები ადამი და ის იქნება ევა მოცეკვავე ტალღები გაგიდაცებს მზისკენ ყველა შენი ბილიკი წავა ლურჯიცისკენ და ქაღალდის გემებზე არ იქნება ტევა შენ იქნები ადამი და ის იქნება ევა გამაგარი სიმღერა, ვისი სიმღერა? ჩემი სიმღერა. ოჯახ. ასეც ხდება მოკლედ. ირმა ინაშვილი, დიდი მადლობა რომ მოხვედი. კარგად. ავაცილო. ნახვამდის. ასე დამთავრდა შალვა რამიშვილის შოუ ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე წავალ დავით ფორჭყილის ბენდი შეასრულებს სიმღერას. აი ასია. შენ მთელი განაცემა წვალობ, ჩალიჩობ, ხალხს აცინებ და ბოლოს სიმღერებს ფორჭყიდე და მთელი პოპულარობა მაგას დარჩება.